გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. თავდაპირველად დავიწყოთ ინფორმაციით თუ რა მდგომარეობაა ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, რომლებიც გულისხმობს რუსეთ-საქართველოს დიალოგის დაწყებას, ან მომხრეთა ხელმოწერებზეა საუბარი. ბატონ მიხეილ, მოდით თქვენი დავიწყოთ, რა ეტაპზეა ეს პროცესი, როგორც ცნობილია 50,000 გადასცა ეს ხელმოწერები, შეგიძლიათ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამ თემაზე, რომ ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ დეტალები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის და ისევ მადლობა ყველას, ვინც ამ ხელმოწერებში მონაწილეობას იღებთ, ოფისში მობრძანდებით პარტიის ელექტრონულად აწერთ ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 57,300 არის, ახლა ბოლო მონაცემები ვნახე. და გრძელდება ხელმოწერები, ჩვენთვის თავარია მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა ამ ხელმოწერებში, რათა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავანახოთ ჩვენს მეზობლებსაც, ევროპელებსაც, ამერიკელებსაც, რომ საქართველოში იცვლება განწყობა და მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა უკვე იხრება იქითკენ, გამოფხიზდა, ხალხი გამოფხიზდა. დღეს ჩართვა მქონდა გურიასთან, ოზურგეთის რამდენიმე წარმომადგენლს ვესაუბრე და ძალიან დიდი აქტივობა არის, ყველა რაიონში არის აქტივობა მაღალი. და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოს პერიოდში აი 100,000 ელექტრონულად მივახცევთ ამ რაოდენობას და პარალელურად კიდე ხელმოწერები გრძელდება ბიულეტენში, რომელიც ფიქსირდება ყველა ადამიანის მოსაზრება და კიდე ერთხელ დიდი მადლობა ყველას და კიდე ერთხელ გავუსვამ ხალხს იმას, რომ აქტივობა არის ძალიან მაღალი და სურვილი იმის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი ყოველ დღე იზრდება. აი ეს ძალიან მოკლედ რის თქმა შემიძლია. და მე თუ იქნება საშუალება ეკრანზე ვაჩვენოთ მისამართი ოფისის და ტელეფონის ნომერი, რომ დავიკავშირდეს ჩვენი მეგობრები და ახლობლები. გიორგი, აქვე კითხავთ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე ეთერში. მას შემდეგ რაც აგროვდება ეს ხელმოწერები, შემდგომი ეტაპი რა იქნება, ასევე რომ ინფორმირებული იყოს მაყურებელი, რა მიზანი გასაგებია, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელმოწერებს, რა თქმა უნდა, თუმცა მერე დგება საკითხი უფრო მეტი აქტიურობისკენ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი ამ ხელმოწერების გამოქვეყნებისთანავე, პარტია უშუალოდ რა გეგმა შეიმუშავებს, რომ უფრო ნათელი გახდეს მთელი ეს სურათი, რისთვის აგროვდა ეს ხელმოწერები და გახდეს უფრო ეს ფორმულა ქმედითი. როგორ ფიქრობთ თქვენ, ხელისუფლება გაითვალისწინებს თუ არა ამ ყოველივეს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. უერთდები ბატონ მიხეილის განცხადებას და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც ამ მიმართულებით აქტიურობს, რეკავს და აქტიურად არის ჩართული ხელმოწერების შეგროვებაში რუსეთთან დიალოგის დაწყების მოწოდებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც დღეისათვის რეგიონში არის ძალიან კონფლიქტური სიტუაცია, კონფლიქტების ესკალაცია მიდის და ჩვენ ანუ საქართველოს ჭირდება რეალური მოკავშირე და არა ის მოკავშირეები, ეგრეთ წოდებული დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს იყენებენ როგორც საზარბაზნე ხორცს და დღეისათვის საქართველოსთვის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი რეგიონში არის რუსეთი და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი და შემდეგ უკვე პირადად ჩემს აზრს დავამატებ და ამას ხშირად ვიმეორებ, რომ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, უნდა აღდგეს ისტორიული სამოკავშირეო ურთიერთობები და რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, დღეისათვის უკვე
თითქმის როგორც განაცხადა ბატონმა მიხეილმა უკვე 60,000 უახლოვდება მხოლოდ ელექტრონული სახით ხელმოწერა და დაახლოებით ამდენივე არის ბლანკზე, ანუ ჩვეულებრივად ხელმოწერები როგორც გროვდება. ესე იგი, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ელექტრონულად საით მანიფესტზე, რომ ესე იგი 100,000 ხელმოწერა შეგროვდეს და პარალელურად, რა თქმა უნდა, უკვე ბლანკებზეც დაახლოებით ამდენი. ეს მინიმალური არის, რასაც ჩვენ ვარაუდობთ და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეკავს, ძალიან ბევრი მსურველი არის, ვინც მათ შორის ჩვენი დედების და ბაბუების თაობა მოდის ოფისში, ხელმოწერებს უერთდება და გამოთქმავს სურვილს, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაიწყება პირდაპირ დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება. რაც შეეხება რას უნდა ველოდოთ ჩვენ აქედან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს საინფორმაციო ველზე ვრცელდება აი ეს დაიწყოს ეს პროცესი და მოგეხსენებათ ჩვენი მიზანი არის, რომ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც დავანახოთ ყველას, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე არის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და იმედი არის, რომ ხელისუფლებას ექნება საშუალება, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ შორის საქართველოს მთავრობას ექნება პრობლემები იგივე დასავლეთიდან, ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ მიენიჭოს მანდატი ხელისუფლებას, რომ დაიწყოს ეს პროცესი და ამის იმედი გვაქვს ჩვენ. რა მოხდება ეს ყოველდღე იცვლება პოლიტიკური სიტუაცია და ეს არავინ არ იცის, ჩვენს გავაკეთებს მაქსიმუმს და იმედი გვიქნება, რომ ეს პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე. კი ბატონო. და ამ ყველაფრის ფონზე, თითქმის ყოველდღე გვიწევს ამაზე საუბარი. მართალია, რომ გასააქტიურებელია ეს მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი, ვინაიდან არც თუ მარტივ პოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, გეოპოლიტიკურ ვითარებაში, თუმცა არის მთელი რიგი გარემოებები, რომელიც აბრკოლებს ამ პროცესს, ალბათ ისევ და ისევ რეგიონში მიმდინარე ეს გეოპოლიტიკური ძვრები. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სადაცაა შესაძლოა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიტანოს იერიში ირანზე. ბატონ მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა ბევრი მკითხაობს ამ თემაზე. გასაგებია, რომ ისრაელს თავისი პრეტენზიები ქონდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, თავად ირანს აქვს, საუკუნეები აგრძელდება ეს დაპირისპირება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის მსოფლიო, ვთქვათ პირდაპირ ჰეგემონი მთელი საუკუნის განმავლობაში, ყოველთვის მას აქვს თავისი ინტერესები და აქ პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოთამაშე. პირდაპირ ადმინისტრაციიდან გამოვიდა გაჟონა ახლა ინფორმაციამ და ტრამპმა ორკვირიანი პაუზა აიღო, ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, თქვათ, გასცემს ბრძანებას იერიშის მიტანაზე თუ არა იგულისხმება ირანი. თქვენ როგორ ფიქრობთ ირანზე, რომ მოხდეს იერიში ამერიკელების მხრიდან? ეს გამოიწვევს თუ არა მთელი ამ ცენტრიდანული ძალების გადანაწილებას, როგორც ჩრდილოეთში, სამხრეთში, ანუ პრინციპში დიდი ალბათობით აირევა მთელი რეგიონი. ამას თავად ირანელებიც ამბობენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი ხომ არ იქნება რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი თუ პირიქით ეს იქნება საფუძველი, რომ საქართველოს უფრო მალე დაიწყოს რუსეთთან დიალოგის აღდგენა, რადგან სხვა ქოლგა უბრალოდ არ რჩება რეგიონში. მოდით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ისრაელ-ირანის ურთიერთობა როგორც არის, ესე არ იყო დაახლოებით 50 წლის წინ. ისინი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მათ საერთო-საზღვარი არ აქვს, მაგრამ განწყობა ერთმანეთის მიმართ არ იყო ესეთი დაძაბული, ესე რადიკალური მტრობა არ იყო. ეს რა თქმა უნდა გამოწვეული არის უკვე 70-იანი წლების შუა პერიოდიდან, აი იმ ამერიკის შეერთებული შტატებმა რომ დატოვეს ეს ოქროს სტანდარტი, ასე ვთქვათ, დოლარი, რომელიც გახდა ქაღალდი, არაფრით გამაგრებული, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებმა ესე განაცხადა და უკვე ნავთობთან დაკავშირებით იყო უკვე სერიოზული პრობლემები, რომელიც
ირანი იყო პერიოდი, როდესაც მსოფლიო ნავთობის მოპოვების 12, 13, 14, 15, 18%-ამდე წადიოდა და საკმაოდ სუყე ლუკმა გახდა ძალიან ბევრი იმპერიისთვის. მე ახლა ამ წუთში გულისხმობ ანგლოსაქსებს, გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა თამაში ჩაერთო უკვე ჩინეთი, რუსეთი ისტორიულად დაკავშირებული იყო ირანთან. ხშირ შემთხვევაში ქონდა დაძაბული ურთიერთობები, თუ გავიხსენებთ ელჩის მკვლელობას გრიბოედოვი, რომელიც მოკლეს ირანში. ანუ რთული რეგიონია, ისტორიულად რთული რეგიონია და მსოფლიო ახალი გადანაწილების ფონზე აუცილებელი გახდა ეთყობა დიდი ომის მოწყობა, წინა შემთხვევაში გადანაწილება ვერ მოხერხდება. ბევრი საუბრობს იალტაზე, იალტა ახალი იალტა, იალტა ნომერი 2. იალტა იყო, როდესაც მოხდა უკვე მეორე მსოფლიო სამამულო ომში საბჭოთა კავშირის და მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ. ამიტომ სამწუხაროდ მსოფლიო ეკონომიკის და პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე იქნება სერიოზული დაძაბულობა. ეხლა რა შეეხება თუ ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები, ეს რადიკალურად შეცვლის ახლო აღმოსავლეთში სურათს, მსოფლიოში შეცვლის სურათს და ჩვენ ამოვშთებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხლა სხვა შანსი არ აქვს რომ არ ჩაერთოს და აქაც თუ არ გამოუვიდა ის რასაც აპირებდა უკრაინაში ერთ დღეში, ორ დღეში, მერე ერთ თვეში, მერე სამ თვეში დასრულებას უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა პრობლემები, შიდა პროცესები გამოიწვევს ტრამპის ადმინისტრაციის და თავად ტრამპის არ გამოვრიცხავ იმპიჩმენტამდე ამ საქმის მიყოლას. ამიტომ დღეს ყველას აქვს, როგორც გუშინ წინ ბრძანდეთ, ვისაუბრეთ ჩვენ, ყველას აქვს წითელი ხაზი გადალახული და ეხლა ვნახოთ აი რა სიღრმემდე შევა ეს გადალახვა და როგორ დასრულდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ყველაფრისთვის მზად ვიყოთ მორალურად, ფიზიკურად და რა თქმა უნდა კარგისთვის არაფრისთვის, მაგრამ იმეც ვიტყოებ, რომ ნაკლები დანაკარგებით გამოვხდით. კი ბატონო, და გიორგი, როგორც პოლიტოლოგს კითხავთ, ახლა იქ საუბარი იყო ასევე ამერიკულ პრესაში, Associated Press ქონდა ინფორმაცია, Bloomberg ქონდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით შესაძლოა თუ ჩაერთო შტატები ამ კონფლიქტში, არ არის გამორიცხული, რომ გამოიყენონ ეს ეგრეთ წოდებული GBU-47 არის ესეთი ტიპის ბომბი, საავიაციო ბომბი, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერების დამანგრეველი ძალა აქვს და ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. ეს თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც ნეთანიაჰუმ, რომ თუ ფორდოზე, აი ქალაქ ყუმთან არსებულ ფორდოს ბირთვულ ობიექტზე იქნა მიტანილი ამ ყუმბარი თიერიში, მაშინ უკვე ისეთი პროცესები შეიძლება დაიწყოს, რაც რეგიონს მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს, იქ დაწყებული რადიაციით დამთავრებული თვითონ ახლა დღეს მაგალითად ირანში გაიმართა საკმაოდ მასშტაბური აქცია, ირანელები გამოდიან და უჭერენ მხარს თავიანთ სულიერ ლიდერს, ანუ ისეთი უმართავი პროცესები შეიძლება დაიწყოს, რომ პირდაპირ აისახოს რეგიონზე. ჩვენ ძალიან ახლო პირდაპირი არა, მაგრამ რეგიონში მეზობლებად მაინც მივიჩნევით ირანთან, ისევე როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი. აქ უკვე დგება საკითხი, რომელი ქვეყანა რა პოზიციას დაიჭერს. ახლა მთელი რიგი ქვეყნები ალბათ მაქსიმალურად ეცდება თავი შეიკავოს რომელიმე მხარის მხარდაჭერისგან, იქნება ეს ისრაელი თუ ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი მხარდაჭერა, მაგრამ გარდა იმ არსებული ბაზებისა, შტატებს შეიძლება დაჭირდეს აგრეთვე დერეფანი, თუნდაც აი ამ სამხედრო თვითმფრინავებით სარგებლობისთვის ჩვენ აი ამ საომარი პროცესის დაწყებისთანავე გავრცელდა რუკები, სადაც მოცემულია ამ საერთაშორისო საფრენოსნო სააგენტოს მარშრუტები, თუ როგორ მოძრაობენ თვითმფრინავები და სწორედ კავკასია ის ერთადერთი დერეფანი, სადაც რჩება ამ სარგებლობისთვის საშუალება და არ არის ცა, ასე ვთქვათ, დახურული. ნუ მოგეხსენებათ იქ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის სამხრეთი ნაწილის ცა დახურულია, აქეთ თავად
ისრაელს და ირანს აქვთ დახურული თავიანთი საჰაერო სივრცეები, უბრალოდ სარგებლობენ ერთმანეთის დასაბომბად და ამ რაკეტების გასაშვებად. ანუ ფაქტობრივად არ არის ესავია მიმოსვლა. და მთელი რიგი საკითხები ჩენს აქ თავს თუ უკვე შტატები ჩაერთო პირდაპირ ამ 2 კვირის განმავლობაში ტრამპი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ერთიც არის და უნდა ალბათ თქვა, რომ რამდენიმე ვერსია, რა თქმა უნდა, რეგიონში მე უკვე ვთქვი, რომ შტატები არის სერიოზული მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ თავად ტრამპის პოზიციაც ისეთია, რომ ამერიკული ელექტორატი არის ორ ნაწილად გაყოფილი. არიან გლობალისტ ლიბერალები, რომლებიც აი ბაიდენს და ესეთი აი ლიბერალურ მეინსტრიმს უჭერენ მხარს და შესაბამისად მათი ინტერესია, რომ 4 წელიწადში თუ დარჩენილა საპრეზიდენტო ვადაში, 5 წლით ისჩევა პრეზიდენტი, ტრამპი მოაშორონ და მოვიდეს ვიღაც სხვა და შესაბამისად ტრამპს ისევე როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს ჭირდება ეს ომი გამარჯვებისთვის, როგორც არის ნათქვამი ეს ფრთოსანი ფრაზა. მოკლე ომი გამარჯვებისთვის. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს ტრამპი სწორედ ამ პერიოდს იღებს ამ 2 კვირას მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე თქვენი ხედვა როგორი არის თუ მოხდა შტატების მიერ ირანის ესეთი უპრეცედენტო დარტყმები ავიაციის მიერ ირანზე იქნება ეს შემდეგი ლიბია თუნდაც ერაყი გვახსოვს ჩვენ ერაყში შესვლა ამერიკელების 2 ექსპედიცია იყო 10 წლეულების განმავლობაში ერაყში რაც საბოლოოდ დამთავრდა ჰუსეინის ჩამოგდებით ახლა აიათოლა ალი ჰამენეიზე იგივეს ამბობენ უნდა მოვაშოროთო აი როგორ ფიქრობთ თქვენ სადამდე მივლენ ამერიკელები რას იზამენ ამ 2 კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო კითხვაა მე ვფიქრობ რომ ესე იგი ტრამპი ვერ გაბედავს დარტყმას და ამას ძალიან ბევრი წინაპირობა უძღვის წინ კონკრეტულად თქვენ ტექნიკური საკითხები დაასახელეთ და აქედან დავიწყებ პირველ რიგში ირანი არ არის არც ერაყი არც ავღანეთი მით უმეტეს არც ლიბია ირანი არის გაცილებით უფრო ტექნიკურად განვითარებული ქვეყანა მათ შორის მით უმეტეს სამხედრო თვალსაზრისით ხო დღეისათვის ირანს აქვს ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც არც ერთ ქვეყანას კოლექტიური დასავლეთიდან, ევროატლანტიკური ბლოკიდან არც ერთ ქვეყანას არ აქვს მსგავსი იარაღი. ეს იმას ნიშნავს, რომ ირანს, ესე იგი, თუ აქვს ის რაკეტები და ეს არავინ არ იცის 90 მეტრის სიღრმეში მიწაში რა რაკეტები აქვს ირანს. ეს არის გასაიდუმლოებული და თუ მას აქვს სიტყვაზე ბირთვული იარაღი, მით უმეტეს ჰიპერბგერითი და ესე იგი ის რაკეტები, რომლებიც 1000-ეულობით კილომეტრზე მიდიან, ეს რა თქმა უნდა საფრთხე არის შეერთებული შტატებისთვის. ამიტომ, როდესაც ზოგადად ანგლოსაქსური ქვეყნები, ანგლოსაქსები ხედავენ რომ მოწინააღმდეგეს აქვს მინიმუმ თანაბარი ძალა ხო ისინი არ გადადიან შეტევაზე. ამაზე შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად 2017 წელს, როდესაც ტრამპი იყო პირველი ვადით პრეზიდენტი, მან სირიასთან დაკავშირებით დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, იქ უფრო მსუბუქი ასე ვთქვათ ფორმით ხდებოდა კონფრონტაცია, იქიდან გამომდინარე რომ სირიას და კონკრეტულად ასადს არ ქონდა ბირთვული იარაღი, მაგრამ იქ ტრამპის ასე ვთქვათ დავალებით სირიის სანაპიროზე მივიდა სამხედრო ფლოტი და განახორციელეს დისტანციურად დაახლოებით 100 ფრთოსანი რაკეტით დარტყმა და შემდეგ უკან დაიხიეს. იგივე მოხდა კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით, როდესაც იქაც კიმ ჩენ ინს ასე ვთქვათ აბრალებდნენ, ასე ვთქვათ, რომ ის ქმნიდა ბირთვული იარაღს, ხო? და მაშინაც ტრამპის დავალებით იქ მთელი სამხედრო გემების ესკადრილია მიუახლოვდა ჩრდილოეთ კორეას და უკვე დარტყმისთვის ემზადებოდნენ, დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, მაგრამ კიმ ჩენ ირმა აჩვენა ძალა და ტრამპმა უკან დაიხია და მერე აცხადებდა რომ ვითომ ის მეგობარი იყო კიმ ჩენ ინის და შეხვედრასაც კი გეგმავდა. აი ესეთი პოლიტიკა აქვს ანგლოსაქსებს, მათ შორის ტრამპსაც
მაგრამ დღეისათვის არის ძალიან სერიოზული ფაქტორი იმისა, რომ სიტუაცია უკვე ცხელფაზაში არის რა, ეს უბრალოდ დისტანციურად რაკეტების დარტყმა კი არ არის, არამედ უკვე შესაძლოა უკვე სახმელეთო ოპერაციაშიც გადაიზარდოს ძალიან მძიმე ბომბებით იყოს გამოყენებული, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, რაც რა თქმა უნდა რადიაციას გამოიწვევს და მოგეხსენებათ რადიაცია ყველაზე მძიმე ფორმა არის, რაც ზოგადად სიცოცხალ ორგანიზმს, მათ შორის ადამიანს ემუქრება, ხო? და აქედან გამომდინარე დღეისათვის ისეთი სიტუაცია არის, ისეთი დაძაბული სიტუაცია ბირთვული ომის ზღვარზე არის, რომელიც ჯერ არ ყოფილა კარიბის კრიზისის შემდეგ, ხო? და ამასთან დაკავშირებით მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი ჩინოსნებიც აცხადებენ და ამბობენ, რომ ეს არის ძალიან დიდი რისკი, რომ გადაიზარდოს ასე ვთქვათ მესამე მსოფლიო ომში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ძალიან მოზომილი პოლიტიკა უნდა გატარდეს და როგორც 2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, ანუ ნეიტრალური და მშვიდობის მოწოდებით, ხო? ეს და იგივე გააკეთა აზერბაიჯანი სომხეთის კონფლიქტის დროს, ასევე ითამაშა შუამავლის როლი, მოდერატორის როლი და ამ შემთხვევაშიც იგივე პოზიცია და ეს ძალიან სწორი არის. ეხლა რაც შეეხება ტრამპის პოზიციას, რატო არ შეიძლება რომ მან დარტყმა განახორციელოს, ეს უკვე პოლიტიკური შეფასება რო გავაკეთოთ. დღეისათვის, ესე იგი, თავად რესპუბლიკურ პარტიაში და ზოგადად ის ძალები, რომლებმაც ტრამპი მოიყვანეს ხელისუფლებაში, ისინი არიან იზოლაციური პოლიტიკის მომხრეები, ხო? და მშვიდობის მომხრეები, რასაც ტრამპი პირდებოდა როგორც ამერიკის მოსახლეობას, ასევე მსოფლიოს, რომ ის დაასრულებდა კონფლიქტებს უკრაინაში და ასევე ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ მოხდა სრულად საწინააღმდეგო, ხო, რაც ხდება ახლა უკრაინაში, იგივე ეს დარტყმები, რაც მოხდა რუსეთის ავიაციაზე, შემდეგ უკვე ახლო აღმოსავლეთში რაც დაიწყო, ეს ერთი ჯაჭვი არის და ამ პოლიტიკაში ტრამპს არ ემხრობიან მისივე გუნდის წევრები, მაგალითად იგივე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი, იგივე ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი დულცი გაბარდი და სხვები. მათ შორის მასკი ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ ვიცი რამდენად რეალური არის, რომ ის რუსეთში თავშესაფარს ითხოვს, როგორც ეს გააკეთა სნოუდენმა, ხო? ანუ იმდენად არის დაძაბული სიტუაცია თავად შეერთებული შტატების შიგნით პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომ თავად ტრამპს თავისი გუნდის შორის მათი მხრიდან არ არის მხარდაჭერა და მათ შორის რესპუბლიკელები კონგრესში დაინიციეს კანონპროექტი, რომელიც მოიცავს, ესე იგი, ირანთან მშვიდობის ხელშეკრულების მომხრე არიან ესენი და ეგრეთ წოდებული მაგას ჯგუფი, ანუ Great Again, რაც ამერიკა და ეს ჯგუფი, რომელიც მშვიდობის მომხრე არის. რა იგივე ჯეი-დი ვენსი და ტრამპი ფაქტიურად მარტო არის ამ დარტყმის ინიციატივით გამოდის მარტო, მას მხარს არ უჭერს მათ შორის, როგორც ვიცი, მარკო რუბიო. ისიც გაჩუმებული არის და ყველას ასე ვთქვათ, არ არის დაინტერესებული ამერიკელი ხალხი, მათ შორის სოციალური გამოკითხვაც ჩატარდა და ამ სოციალური გამოკითხვის შედეგად, ესე იგი 60%-ზე მეტი გამოკითხულებისა მომხრე არის, რომ ირანთან იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც გაცხადდა, რომ ტრამპი დაარტყავს თუ არა, ამაზე მიდის მსჯელობა, მე ვფიქრობ, რომ არ დაარტყავს და არ განახორციელებს ასე მასიურ დარტყმას, შეიძლება რაღაც დისტანციურად, რაღაც ფორმალურად მოხდეს დაბომბვა ირანის ტერიტორიისა, რაც შეცდომა იქნება. მაგრამ მასიური დაბომბვა და მით უმეტეს კონფლიქტის ესკალაციას მე პირადად არ ველოდები და ამავე დროს უნდა ითქვას, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა, მათ შორის ეს deep state-ი, რასაც ქვია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ მართვადი ქაოსი გამოიყენებინა, როდესაც ასე ვთქვათ, ეკონომიკური კრიზისი იწყებოდა და მოგეხსენებათ, წინა გადაცემებში ვისაუბრე დეტალურად, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი, ანალოგიური იმის
იმისა, რაც იყო 2008 წელს და შეიძლება უფრო ძლიერიც და ამიტომ ეს deep state და იმ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მართული ქაოსის ტექნოლოგიით გამოვიდნენ აი ამ სიტუაციიდან და აირიდონ ეს ეკონომიკური კრიზისი. და უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის და ირანიც არის მსხვერპლი, ანუ ხაფანგში გაება აი ამ deep state-ის თამაშებისა და აქედან გამომდინარე ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, ვინ დგას ამის უკან და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი არის რუსეთი და ჩვენ მით უმეტეს აი ამ პირობებში უნდა დავიწყოთ პირდაპირ დიალოგი და აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები. კი ბატონო, არის იმაში ლოგიკა, რომ მართლაც deep state იყოს აქ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი და მას აწყობდეს ეს ამ კონფლიქტის და ომის გაჩაღება რეგიონში, მაგრამ ბატონ მიხეილ, თქვენ კითხავთ ახლა ირანს ან სპარსეთს და ისრაელს შორის უფრო ღრმა ისტორიული ფესვები აქვს ამ კონფლიქტს. ანუ ებრაელი მოსახლეობა ვერ გუობს იქ არაბებს. თავად ირანელები არ არიან არაბები, აბსოლუტურად სხვა ხალხია და შიიტები არიან, მუსლიმი შიიტები. აქ არაბები უფრო ღაზას სექტორში, რა თქმა უნდა, და ეს კონფლიქტი დიდი ხანია იქ არის, მაგრამ მარტო deep state-ზე არ არის აქ როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს ამ კონფლიქტს, თავად გარდა იმისა, ანუ ახლა სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მოსესთან და ძველ ხმასთან რა კავშირი აქვს ამ ებრაელებს, ესენი არიან აშკენაზები, ანუ აი უფრო გასაგებიენით რომ ახსნა აშკენაზები არიან ებრაელი ხალხი, რომლებიც თავის დროზე დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ფაქტობრივად ემიგრაცია მთელი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა და არსებობს ის რუკებიც ის დღევანდელი ისრაელის ტერიტორია, როგორ პოპულაცია, როგორ მოძლიერდა, გამრავლდა ებრაული პოპულაცია. იმის ხარჯზე რომ შემცირდა, ვთქვათ, პალესტინელი არაბების რიცხვი. მაგრამ აი ირანთან კონფლიქტი, ახლა ირანის სულიერი ლიდერი და სხვა უმაღლესი ვერტიკალის წარმომადგენლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ აი ისრაელი უნდა აღუგავოთ მიწისაგან პირისა. ვერ იტანენ ისრაელის ხელისუფლებას. ანალოგიური განცხადებებია ხშირად ისრაელის მხრიდან. მაგრამ აქ რეგიონში არიან კიდე მოთამაშეები, აი ავიღოთ თუნდაც თურქეთი, რომელმაც გახსოვთ რამდენიმე წლის წინ გაგზავნა ფლოტილია ღაზას სექტორში დახმარებისთვის და ისრაელმა პირდაპირ საზღვაო სპეცოპერაცია ჩაატარა, პირდაპირ გემებზე ამოხოცეს ეს ამ კონვოის ხალხი. ერდოღანიც გამოირჩევა ისეთი მწვავე განცხადებებით ისრაელის მიმართ და პარალელურად ის ცდილობს აქ ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ესეთი კონსულტაციები და თანამშრომლობა აწარმოოს. ამის მაგალითი იყო გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდა და დღეს ერდოღანი ხვდება, თქვენ წარმოიდგინეთ, სომხური წარმომავლობის არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ ათათურქის დოლმაბახჩეს სასახლეში არც მეტი არც ნაკლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ პაშინიანს. რაზე უნდა ისაუბრონ, ისევ და ისევ რეგიონალურ პრობლემაზე ირანთან მიმდინარე ისრაელ-ირანის დაძაბულობას. თქვენ როგორ ფიქრობთ? თურქეთს რა როლი აქვს აქ და ჩვენ რა პოზიცია უნდა დავიჭიროთ? გასაგებია რომ საერთო მოცემულობით მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ნეიტრალურები ვიყოთ, არ აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში რომ ჩვენც რაღაც პრობლემები მივიღოთ, მაგრამ ჩანს რომ თურქეთია უფრო აქტიური აქ რეგიონში და უნდა რომ ლიდერის პოზიცია კონდეს, რეგიონალური ლიდერის. თქვენი ხედვა როგორია ამასთან დაკავშირებით? თურქეთი ბოლო 30 წელი, ასე ვთქვათ, ბოლო 30 წელი არის პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატების და ანგლოსაქსების დასაყრდენი რეგიონში. აქ დასამალი არაფერი არ არის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც შევიდა საქართველო, ეს იყო შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა 93 წელს და ზუსტად ამ დოლმაბახჩაში გაიმართა პირველი სხდომა გენერალური ასამბლეა, რომელშიც გაწევრიანებული იყო მთლიანად შავი ზღვის ქვეყნები სრული შემადგენლობით და რომლის ლიდერად გამოიკვეთა თურქეთი. შტაბ-ბინა, გარდა იმისა, რომ შტაბ-ბინა იყო,
თვითონ თურქეთი იყო ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, მისი სულისჩამდგმელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატო გავიხსენ იმ თავიდან თურქეთის ინტერესები პირდაპირ იყო თანხმედრაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან და ეს გაგრძელდა დღევანდელ დღემდე. ეხლა რაც შეეხება ისრაელთან დაკავშირებით თურქეთმა ჩათვალა რომ იგი არის დამოუკიდებელი მოთამაშე და ყველა პირობა აქვს ამისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური უდიდესი ქვეყანა არის, უდიდესი ეკონომიკით ოშთოში ახლა გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ სამხედრო პოტენციალი მე გავიხსენებ 90-იანი წლებში პრაქტიკულად სანამ ერდოღანი რამდენიმე წლის წინ 22 გენერალი რო დაიჭერა და ასობით პოლკოვნიკი თურქეთს მართავდა, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თურქეთზე სამხედროებს. პირდაპირ მანქანებზე, სანუმრე ნიშნებზე მითითებული იყო ვარსკვლავები, რამდენი ვარსკვლავიანი გენერალი იყო და განუზომელი იყო თურქეთში სამხედროების გავლენა, რომლებიც თითქმის ყველა იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, ან სტაჟირება გავლილი და იქ ყოველ შემთხვევაში დობით აღჭურვილი პირები. ისრაელთან დაკავშირებით ერდოღანი იძულებულია, ჩემი აზრით, გააკეთოს ეს განცხადებები, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ახლა ეს მუსულმანურ სამყაროში არ არის მიღებული და არ არის ლამაზი ისრაელის მხარდაჭერა, ყოველ შემთხვევაში სოლიდარობის მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ვთვლი, რომ არის მისი თავისი პოლიტიკური ხედვის არა, თავისი პოლიტიკური გავლენების დაფიქსირების საშუალება. თურქეთმა დღეს თურქეთი ხო ხედავთ უკრაინის და რუსეთის აი ამ ტრაგედიის დროს სულ რამდენიმე კვირის წინ, 2 კვირის წინ მგონი, თურქეთში შედგა შეხვედრა. ანუ რეგიონალური ზესახელმწიფოს ამპლუაში თურქეთი არ აპირებს თავის პოზიციების დათმობას და სავარაუდოდ ეს არც მოიაზრება მათ პოლიტიკოსებს. ხა ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორი ურთიერთობა აქვს თურქეთს და რომლებთან აქვს ურთიერთობა? ეს deep state-ია, დღევანდელი ადმინისტრაცია თუ კიდევ უფრო რმა ფესვები აქვს ამას, ეს რთული სათქმელია. მაგრამ ის რომ თურქეთს მისცემენ საშუალებას ამერიკელები, შტატები მისცემს საშუალებას რომ იყოს შუამავალი, ამაში მე ეჭვი არ მეპარება. რომ თუ ტრამპს ეხლაც ჩაუვარდა მისია და 2 კვირის შემდეგ როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ მან არ დაარტყა, ვერცა დაიფაროს არ დაარტყა ირანს, მაშინ მანამდე უნდა მოხდეს მოლაპარაკების დაწყება, თუმცა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ირანი უკვე აღარ არის მოლაპარაკებაზე წავსვლელი. ის წავსვლელი იყო 2 დღის შემდეგ, თუ შეწყვეტდა ისრაელი სავარაუდო დარტყმებს, მაგრამ დღეს უკვე ირანი აღარ არის ამაზე წავსვლელი და ირანმაც გადაწყვიტა ალბათ თავისი მოკავშირეების მხარდამჭერებთან ერთად, რომ ისრაელის საკითხი უნდა გადაწყვეტას. არ შეიძლება რომ ამდენი ხანი საუკუნეების წლების მანძილზე ესე დაძაბული სიტუაცია იყოს, მაგრამ ჩემი აზრით არც სამხედრო საკითხი დაასრულებს ამ კონფლიქტს. კონფლიქტი არის ძალიან ღრმა, ყოვლის მომცველი და არა მარტო რეგიონალური. აქ მენტალური პრობლემები არის ისეთი პრობლემები, რომელიც ერთ დღეში, ერთ წელიწადში კი არა, შეიძლება ერთ საუკუნეშიც ვერ გადაილახოს. ესაც ჩემი მოსაზრება. თურქეთი მაქსიმალურად შეესწება ითამაშოს თავის თამაში, იყოს დასავლეთის წარმომადგენელი და ხელი, მაგრამ თავის თამაშს თამაშობს და მე არ გამოვრიცხავ შტატებშიც გარკვეულწილად რაღაცებს აღარ მოწონდეს ეს ამბავი. კი ბატონო, ისეთი კომპლექსური და რთული საკითხია, მართლა ახლა არის მთელი რიგი პოლიტოლოგები, რომლებიც ცდილობენ დადონ საექსპერტო დასკვნები, რა მოხდება მომავალში, თუნდაც აი მოახლოეს 2 კვირაში. ჩვენთანაც სტუდიაში ყოფილან პროფესიონალები არიან, თუმცა ზოგი აი უფრო გლობალისტურ ფლანგზე, რომლებიც მათ მედიაში არიან ძირითადად დასაქმებულები, პირდაპირ ასე ვიტყოდი, მკითხაობენ და მათი პროგნოზები როგორც წესი და რიგი საერთოდ ახლოსაც არ მოდის რეალობასთან, საბოლოო ჯამში როგორც საპნის ბუშტი ისე ხდება მათი პროგნოზები, ანუ ჩვენს მაყურებელს ყოველ შემთხვევაში შეუძლია არც უსმინოს მათ პროგნოზებს, უბრალოდ ხიმილის მომგვრელია, როდესაც ეს გლობალისტი ლიბერალები აკეთებენ რაიმე სახის პროგნოზებს. და გიორგი, აი თქვენთან გადმოვალ ისევ კითხვით, აქ დგება საკითხი
რეგიონალურ პროექტებზე ჩვენთან ეთერში ხშირად გვითქვამს 3+3-ის მნიშვნელობის შესახებ და ის მაგალითად ახლა იყო პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, იქ რუსეთის პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ცალკეულ ხო სააგენტოების ხელმძღვანელებს ბევრ კითხვაზე გაიცა პასუხი, მაგალითად საინტერესო იყო ეს ლეგიტიმაციის საკითხი უკრაინელებთან თუ ვის შეხვდება ან რა დოკუმენტებს მოაწერენ ხელს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ აქ არის ეს ეკონომიკური შემადგენელი, აი იგორ ლევიტინი მაგალითად ამბობს, რომ მიუხედავად ირანთან წარმოებული კონფლიქტისა, თუ გაჩაღდა იქ კიდევ უფრო დამძიმდა სურათი და ამერიკელებმა დაიწყეს დაბომბები, ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან ჩრდილო-სამხრეთის კორიდორს, ეგრეთ წოდებულ Sever Yux, სადაც გათვალისწინებულია სარკინიგზო მაგისტრალების გაყვანა. სომხეთიც არის აქ ჩართული. ახლა აგრეთვე დადგა საკითხი, ვიცით ჩვენ ამ პაშინიანის დასავლეთისადმი ტრფობა, ცდილობს რაც დაავალეს, როგორც კი მოიყვანეს ხელისუფლებაში მაგხას მიყვება და საუბარია იმაზე, რომ თუ კი ევროკავშირისკენ გადაიხარა სომხეთი უფრო საფუძვლიანად, დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომ სომხეთმა დაკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. ეს რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს. უпростоრად ის თვითმფრინავები, სომხური რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ჩადიან სომხეთში, ბრიუსელი იტყვის, რომ იცით რა, ეს ჩვენ სტანდარტებს არ შეესაბამება, ეხლა მაქსიმალურად შეზღუდეთ, შეუერთით სასანქციო პოლიტიკას, აღარ დავინახოთ, რომ ჩვენ თუ პარტნიორობთ, თუ კი თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორები, ეს რუსულმა თვითმფრინავებმა აღარ უნდა იფრინონ და ასე შემდეგ. ანუ მთელი რიგი საკითხები დგება დღის წესრიგში. მიუხედავად აი ამ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა, ამ ფორმატებს, ეკონომიკურ ფორმატებს რა პერსპექტივები აქვთ? ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ისინი გარკვეული პერიოდით შეჩერდება? რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ დაარტყავს ეკონომიკას თუ მოხდა ირანში და ისრაელში კონფლიქტის ესკალაცია. ისრაელიც და ირანიც არის საკვანძო ქვეყნები ახლო აღმოსავლეთისა, რომელიც არის ძალიან მდიდარი ენერგომატარებლებით და აქედან პირდაპირ ევროპაში, მათ შორის მიდის ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც მიდის ნავთობიც და გაზიც საკმაოდ დიდი რაოდენობით. მაგალითად, ესე იგი, თუ ირანმა რამდენი ხანი, ანუ შარშან ჯერ კიდევ განაცხადეს, რომ ესე იგი თუ მოხდება ირანზე მასობრივი დარტყმა, ირანს შეუძლია გადაკეტოს ორმუზის სრუტე, საიდანაც გადის, ესე იგი არა მარტო ირანის მხრიდან ენერგომატარებლები, გაზი და ნავთობი, ასევე არაბული ქვეყნებიდან, საუდის არაბეთი, კუვეიტი და ასე შემდეგ გაზიც და ნავთობიც. ანუ მსოფლიო ენერგომატარებლების დაახლოებით 20%, ხო? და რაც დააკლდება მსოფლიოს ენერგეტიკას და ეს გამოიწვევს დეფიციტს ენერგომატარებლების და შესაბამისად ფასების ზრდას. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, თუ ეხლა არის სიტყვაზე $100-ზე ნაკლები ბარელი ნავთობის ფასი, შესაძლოა ამ დარტყმის შემდეგ $120, შემდეგ $140 და $200-მდეც მოიმატოს ნავთობის ფასმა, თუ უფრო მეტია. და ამ სიტუაციაში ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს მარაგი ნავთობის და გაზის, ისინი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ნუ ეხლა ნავთობის მწარმოებლები ქვეყნები არიან რუსეთი, შეერთებული შტატები, არაბეთის ქვეყნები და ჩინეთს აქვს დიდი რაოდენობით მარაგი და მათ ეს კრიზისული სიტუაცია ენერგომატარებლებთან დაკავშირებით შეიძლება არ შეეხოს, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოსთვის იქნება ძალიან რთული ამის გადალახვა. და შესაბამისად მსოფლიო უნდა იღწოდეს იქითკენ მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ეს კონფლიქტი არ მოხდეს, ანუ არ გადაიზარდოს და არ მოხდეს ესკალაცია, ხო? მაგრამ მათ შორის ევროპის ლიდერებს ამას ისინი ვერაცნობიერებენ, მაგალითად იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯინა მელონიმ განაცხადა, რომ ესე იგი ირანში უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ეს არის გამოსავალიო. ანუ ესე იგი მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, ხო, იტალია და ამას ქალბატონმა ზახაროვამ უპასუხა იმით, რომ
რომ მას ესე იგი გაეროს წესდებაც ეთყობა არ წაუკითხავს და პირდაპირ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში. რაც შეეხება ევროპას, ესე იგი, რაც უკრაინის განშემო მოვლენები დაიწყო და ევროპამ, ასე ვთქვათ, სანქციები დაუწესა რუსეთს, ეს რაღაც სიგიჟე არის და ამას მოყვა ის, რომ დღეისათვის უკვე დაახლოებით ტრილიონ 300 მილიარდის ენერგომატარებლებზე უარი თქვა ევროპამ, რაც მათთვის არის ძალიან სერიოზული დამაბრკოლებელი ეკონომიკის განვითარებისა და მოგეხსენებათ უკვე ევროპაში წელიწადზე მეტია რეცესია არის მაგალითად გერმანიაში, ასევე ბრიტანეთში ძალიან რთული სიტუაცია არის და ამის ფონზე ამ ქვეყნის ლიდერები მაინც ასე ვთქვათ გამოდიან მილიტარისტული და კონფლიქტის მოწოდებით ირანის წინააღმდეგ და ვითომ ახლა გამოგონილი საბაბით ხო რომ ვითომ ირანში მიდის ურანის გამდიდრება 60%-ით და ეს არის ნაბიჯი გადადგმული იქითკენ რომ ვითომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიდის რაც მე ვფიქრობ არ შეესაბამება სიმართლეს იგივე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეიძლება იგივეს თქმა და ამ საბაბით კონფლიქტის და ომის დაწყება დაბომბვა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიისა, ხო? ეს ეკონომიკაზე ერთი მომენტია უბრალოდ, გასაგებია რომ საერთაშორისო ატომური სააგენტო, ეს გროსი, მისი ხელმძღვანელი ხშირად ანგარიშები აქვთ ხოლმე ირანთან დაკავშირებით ამ ცნობილ ირანულ დოსიესთან. პრობლემა შექმნა იმან, მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ ბირთვულ ობიექტებზე ირანმა აუკრძალა მათ გარკვეულ სექტორებში შეღწევა, რომ უფრო ნათელი სურათი ქონდეთ. და აგრეთვე ირანის ისლამური რესპუბლიკა ბოლო პერიოდში აკრიტიკებს ამ სააგენტოს, აი ახლა მაგალითად ბოლოს გაეროში ითქვა იმის შესახებ, რომ ძალიან ტენდენციური იყო ეს ანგარიში ირანის წინააღმდეგ. თუმცა იმაში სრულიად გეთანხმებით, რომ სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ თან რომელსაც იგივე როგორც სხვა ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს მშვიდობიანი ატომური პროგრამის არსებობის უფლება, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან და ასე შემდეგ. ირანი არის ძალიან მსხვილი დიდი ქვეყანა. დღეს მაგალითად აი ვასილ პაპავა არის ექსპერტი ამ ირანის საკითხებში და მის სოციალურ გვერდზე ვნახე უბრალოდ ახლა ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა სანამ შემოვიდოდით ეთერში გეოგრაფიული რუკა, ანუ ირანის საზღვრები მონიშნული და შეიძლებოდა მისი გადაწევა სხვა ანუ სოფლიო ფიზიკურ რუკაზე და რამხელა არის მოცულობით ეს ქვეყანა. ანუ რო გადმოვწიე კურსორით ევროკავშირში მთლიანად ჩაეტია, ანუ აი ევროკავშირის ნახევარში. შტატებისკენ რო გადმოვიდა, ხო, გადმოვცურეთ ეს ატლანტის ოკეანე და შტატების ნახევარი, მესამედი დაფარა. ანუ საკმაოდ მსხვილი ქვეყანაა ეს. 90 მილიონი. ხო, 80 მილიონს ხდება მისი პოპულაცია, მოსახლეობა, ეს არის ძალიან დიდი რიცხვი. ანუ იქ რომ მართლა მოხდეს რაღაცა მისი აი დაბომბვა ამერიკელების მხრიდან, ეხლა ვინც გლობალისტ ლიბერალებს აქვთ ესეთი აჟიოტაჟი ატეხილი, აი სოციალში ხშირად გინდა არ გინდა პაექრობა გიწევს ვიღაცები წერენ ეთყობა ჰოლივუდის ეს ბლოკბასტერები ნანახი აქვთ როგორ ხდება იქ ტაში და ეს ხელის ქნევა ამერიკელი სამხედროების მიერ, რომლებიც იმყოფებიან ავიამზიდზე, იქ როგორ ჩამოაგდებენ იაპონურ თვითმფრინავს იქ მეორე მსოფლიო ომის, ან ბევრი ასეთი ბლოკბასტერებია, სადაც წარმოჩენილია ეს ამერიკული არმადა, რომ თითო ავიამზიდს იქ მოყვება მთელი ესკადრა თანხლები გემების, როგორც არის მიღებული წესი, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ჯერ კიდე ვიდრე 2005 წლამდე ირანს ჰქონდა მთელი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია, კი ზოგს კეცინება ამ კიმ ჩენ ინზე მის ჩაცმულობაზე და ხო და მათ აქვთ საკმაოდ საინტერესო ფლოტი. ირანზე აქვს საუბარი. აქვთ ეს გადირის კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებიც სულ 2 ტორპედას ფლობს. 7 კაციანი თუ 9 კაციანი ესეთი მალუტკას კლასის კი ავიაცია სხვა საკითხია და აი ამ ირანულ ფლოტს შეუძლია წრე დაარტყა საერთოდ ამ ავიამზიდს და მის თანხლებ გემებს და როგორც
მოსკიტებმა, როგორც კოღუებმა გააუშვას ეს ტორპედები და სულ დაუძიროს ის ფლოტი. და მე ბლოკბასტერი მართლა იქნება მოჩვენება იმასთან, რაც შეიძლება მართლა მოხდეს იქ. მე მართლა საბოლოო ზღვარი თუ ორმუზის სრუტია თუ რაც არის. ანუ არ არის ეს ესეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა, როგორც ზოგს მიაჩნია, რომ ასე მარტივია ირანის დამარცხება. ასევე მუშაობს ახლა პროპაგანდისტული ნაწილი, რომ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი მაქსიმალურად წარმოაჩენენ, რომ ირანი ჩაიბომბა, რაც ახლა ბოლო შეტევები იყო, ხოლო ირანი ვერაფერს ვერ შვება. გუშინ ბერშევაში დაიბომბა საავადმყოფო და საკმაოდ დიდი საავადმყოფო ისრაელის და ასევე Microsoft-ის ოფისი დაიბომბა. ეს ხომ არ არის პატარა, ისეთი თემაა, რომელიც მართლა ალბათ აქ სამხედრო ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ ამის შესახებ. შორს რომ არ წავიდეთ, ბატონ მიხეილ, კვლავ აქტუალურია აი ამ ყველაფრის ფონზე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოვიდა და აჩქარებს წევრ ქვეყნებს აი იმ კონტრიბუციასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია უკვე გაისმის და მინდა გითხრათ დონალდ ტრამპი იყო ამის პიონერი და ვინც მოითხოვა პირველად 5%-მდე შიდა მარგი პროდუქტის შეტანა ნატოს ბიუჯეტში. ეხლა მთელი რიგი ქვეყნები, გერმანია, თავად ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები მხარს უჭერენ ამას და მზად არიან, რომ 3.5% შეიტანონ. და ამ ქვეყნებს შორისაც, ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც არის პრობლემები. ესპანეთი მაგალითად წინააღმდეგი წავიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს ნატო აი თქვა რუსები ამბობენ რომ იცით თუ შტატებმა დაარტყეს იქ ირანს შეიძლება ნატოს წევრი ქვეყნებიც უკვე შეუერთდნენ ამ კოალიციას როგორც ერაყში იყო ეს დარტყმები ერაყის ჰუსეინის დროს გულისხმობ ამ შემთხვევაში ამათ პრობლემები აქვთ თავად ანუ ამ კონტრიბუციაზე ვარს აცხადებენ და გასაგებია რა მიზეზითაც რეცესიაა ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური და თქვენ აი როგორ ფიქრობთ რამდენად ქმედითი იქნება ეს ნატოს წიაღსვლები ან ეს მოთხოვნები ხომ არ არის სასაცილო დღეშექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კიდე ერთ მაგალითს ვიტყვი და დავასრულებ მე-19 პაკეტზე იწყებენ ფიქრს რუსეთის წინააღმდეგ აი სასაცილოა უბრალოდ 319-ს რომ მიიღოთ რუსეთს აწე მაგენი ვერაფერს ვერ დააკლებენ თავის თავზე მოირყავენ იმ პაკეტებს და იმ გასრული ტყვიას დასავლეთის ჩვენ თქვით ამ დღეებში ვისაუბრეთ რომ დასავლეთი განიცდის სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს კაპიტალიზმი განიცდის თავად კაპიტალისტური კრიზისი კაპიტალიზმის კრიზისი დადგა რომელიც უნდა დასრულდეს და დასრულდება ალბათ 5-10 წელი ალბათ კიდე შეიძლება იყოს იმიტომ რომ სხვანაირი შანსი სოფლიოს გადარჩენის აი არა ლოგიკური განვითარება სადღაც ბავშვები მშივრები არიან შიმშილისგან სივდებია წყალი არა საჭმელი არა და სადღაც ვაპატიეთ იახტებით აღარ იციან რა უყო თავიანთ იახტებს და რომელიც თუნავით იფრინონ საკუთარი ხო ანუ ქონება სოფლიო ქონება გადანაწილებულია ძალიან არასამართლიანად და არასამართლიანობა სრულდება როგორ დასრულდება ჩვენ ხედავთ რომ ის ქვეყნები რომელიც კოლონიებად ყავდა თუ ქონდა როგორც გნებათ ისე ვთქვათ დასავლეთს ამ შემთხვევაში ევროპას გულისხმობ დღეს ისინი პრაქტიკულად ეპატრონებიან თავიანთი დომინიონების ტერიტორიებს და ეს გაგრძელდება ეს ლოგიკურია რასაც მე სხვას მოუზავ რასაც გავუკეთებ ვისურვებ ის მომივა მე ეს არ უნდა აქ დიდი სიღრმისეული საუბარი ამასთან დაკავშირებით ამიტომ დასავლეთი განწირულია ევროკავშირი განწირულია რაც შეეხება 5%-ს მე ვთვლი რომ ტრამპის ამ მოწოდებას სერიოზულად არ უყურებენ დასავლეთში ევროკავშირი ამას სერიოზულად არ უყურებს და თუ მოხდა ის რისი ეჭვი ჩვენ გვაქვს რომ დონალდ ტრამპმა ვერ მოახერხა ამ კონფლიქტის დარეგულირება დასავლეთის თვალში ევროპელების თვალში ის კიდევ უფრო დევალვაციას განიცდის ავტომატურად ამერიკის შეერთებული შტატების განიცდის დევალვაციას და აი აქ უკვე სოფლიო გადანაწილება როგორ დასრულდება ვის სასარგებლოდ დასრულდება ეს იქნება საკმაოდ რთული ჩვენ სახეზე გვაქვს მესამე მსოფლიო ომი კიდევ არ ვიცით რომელი ნიშნულიდან აიღებს
ისტორიკოსები თუ დავჭით კაცობრიობა და გადარჩა რომელ დღეს აიღეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების დღეთ. ყოველ შემთხვევაში დაწყებულია ეს ომი დაწყებულია და ეს ომი გაგრძელდება. ამის გამჩერებელი ახლა შეიძლება ერთი თვით, ორი თვით, 6 თვით გადაგორდეს, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გადაგვარებას. ეს არის გამორიცხული. კი ბატონო. და ჩვენ გვჭება 10 წუთი საქართველოს რომ მიუბრუნდეთ. არჩევნები იქნება შემოდგომაზე. თვითმმართველობის არჩევნები. ახლა მაქსიმალურად ცდილობენ კვლავ დაიწყონ ყოველ შემთხვევაში დაძაბვა ვითარების, როგორც ჩანს ეს თავიანთი პატრონების მიერ ეს ინსტრუქტაჟი უკვე მიმდინარეობს. ჩვენ ვნახეთ ისევ და ისევ ის ხალხი ევროპარლამენტშია, ეს ევრობონზები დადგნენ იქ ევროსაბჭოს კორიდორებში, გაშალეს ხო ეს პლაკატები გაშალეს, ეს free მიშა და ეხლა ეს ქალი როა კიდე რედაქტორი დაკავებული ამასთან დაკავშირებით და მოდის ეს განცხადებები რომ თურმე ახლა აქ არის რეჟიმი, სტალინს ახსენებენ უარყოფით კონტექსტში საკმაოდ ხშირად, ანუ სტალინიზაცია ხდებაო საქართველოსშიო. ეს ხდება ყველაფერი პარალელურად იმისა, თუ როგორი დაძაბულია ვითარება რეგიონში. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა მიაღწევენ თუ არა ისინი კვლავ ამ შედეგს? ან ჩვენ აქ ბატონი მიხეილი საუბრობდა იტალიის თუ თქვენ ბრძანეთ ამ ჯორჯია მელონის შესახებ, ხო, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდება ირანშიო. კი, ანუ მათ ესეთი სტერეოტიპები აქვთ აი ამ ბებერ ევროპაში. მიაჩნიათ რომ აქეთ აღმოსავლეთში ხალხი უფრო დეგრადირებულია, უფრო შორს ანალიზის და შორსჭრეტელობის უნარი არ აქვს და თვითონ როგორც იტყვიან შეიძლება ისე მოხდეს. ამას ვამბობ ზუსტად ჩვენ საქართველოს კონტექსტში. ისინი ვერ უფიქრდებიან თუ არ უნდათ რომ დაიჯერონ რომ მეთოდოლოგია აქ რაიმე ზეგავლენის მოპოვების აქვს შესაძლებელი. ანუ არ მუშაობს ის პრინციპები, როგორც მათ 10 წლების განმავლობაში ჰქონდათ ეს ჩამოყალიბებული, როგორც შაბლონი, რომ აი ამ და ამ კონკრეტული ფორმულით შეიძლება აქ შეცვალო ხელისუფლება. თქვათ წააქციო ჩამოაშორო ქართული ოცნება, მოაშორო სახელისუფლებო ვერტიკალიდან. ისევე როგორც თქვათ ახლა საუბრობენ, მკითხაობენ აიათოლა ალი ხამენეიკ, მოვაშორო თუ არ მოვაშოროთ, ანუ იქ მანამდე ლუკაშენკაზე იყო ლაპარაკი. აი ასეთი პრინციპებით უდგებიან საკითხს, რაც ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს. რეალობას არ შეესაბამება. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ხლა ეს პერიოდი, წინასაარჩევნო პერიოდია. ჯერ ეს ოპოზიცია რაიმეს იზამს თუ არა, ისეც რომ ჩაეთვალოს, თუნდაც რაღაც ხმები აიღოს, იყო იმაზე საუბარი რომ აი თბილისი თუ მოვიგეთ, მაგრამ ამით რა? მიხვდით ალბათ რის თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ესე იგი მე დარწმუნებული ვარ რომ ჯერ პირველ რიგში ქართველი ხალხი ძალიან ბრძენი არის და რაც საპარლამენტო არჩევნებზე ვნახეთ, ის აღარ განმეორდება, ანუ რადიკალური ოპოზიცია ვეღარ მიიღებს იმ რაოდენობის ხმებს, რომ ნიშნულოვანი გავლენა კონდეს პოლიტიკაზე, მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებში. მოგეხსენებათ, რომ გვარამიაც კიდე სხვები, მათ შორის ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი მიდის, ეს ძალიან კარგი არის და კარგი ტენდენცია არის და იმის მაჩვენებელი არის, რომ საქართველოში ესე იგი სახელისუფლებო ზოგადად პოლიტიკური ელიტა ძალიან ასე ვთქვათ დამაჯერებელ პოლიტიკას ატარებს იმ მიმართულებით რომ რადიკალურ ოპოზიციას რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთთან მას ასე ვთქვათ არ მიცემენ საშუალებას იგივე კოჰაბიტაციის პროცესი რომ გაგრძელდეს და ასე ვთქვათ მათ მიიღონ კიდევ რაღაც პოლიტიკური ანუ პოლიტიკურ ველზე აღარ უნდა იყოს ის რადიკალური ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები და დღეს რასაც ხედავთ რომ მაგალითად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერი პირდაპირ აცხადებენ რომ ესე იგი ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს საქართველოში ექსტრემიზმს და ამ რადიკალურ ოპოზიციას, ვინც დაკავებული არის დესტრუქციული ქმედებებით, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით. ხო, პირდაპირ არიან ჩართულები იგივე ნიკანორ მერია, გვარამია და სხვები. სხვათა შორის დღეს იყო
ამ ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი და ისეთი თავხედი არის, რომ მოსამართლეს წყალი შეასხა და ამისათვის მას ელოდება ორწლიანი პატიმრობა დამატებით, გარდა იმისა, რომ გირავო არ გადაიხადა. ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული პოლიტიკური პროცესები მიდის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთის მხრივ ქართველი ხალხი, მეორეს მხრივ პოლიტიკური ელიტა არ დაუშვებს აი ამ რადიკალებს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რომ გაძლიერდნენ პოლიტიკურად და მოვიდნენ თუნდაც მუნიციპალური არჩევნებით საკრებულოებში მაგალითად, ხო? ეს არ უნდა დაუშვათ. და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი. რაც შეეხება დასავლეთიდან დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის ეხლა მაგალითად სოროსის ჯორჯ სოროსის მემკვიდრეობა გადაიბარა მისმა შვილმა სოროსმა უმცროსმა და ამას უჭერს მხარს დემოკრატები ამერიკაში. თუმცა რესპუბლიკური პარტია გამოდის მათ წინააღმდეგ და ამგრძალავი, ასე ვთქვათ, პროცესის იწყებს და შესაბამისად ისინი ელოდებიან, რომ აი ამ ირანში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ეს დემოკრატები და ეს სოროსი ამოქმედებენ ამერიკის შიგნით აი ამ რევოლუციურ სცენარს, მათ შორის ეგრეთ წოდებული პალესტინელების მომხრეების და ანუ ისინი სოროსელები იყენებენ ნებისმიერ პატრიოტულ, ეგრეთ წოდებულ პატრიოტულ თემას იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, მოარწყვონ რევოლუცია, მაიდანი და სახელმწიფო გადატრიალება. იგივე არის საქართველოშიც, ხო? მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ხალხი როგორც საქართველოში, ისევე სხვა ქვეყნებში, რეგიონში ხვდება ძალიან კარგად, თუ რა არის დასავლეთი, რა გეგმები აქვს მათ და როდესაც ასეთი ინფორმაცია უკვე ვრცელდება, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, ხო, იგივე ელჩების წინააღმდეგ, იგივე მათ შორის ამერიკის ელჩის წინააღმდეგ და ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ, ეს უკვე იმის მაჩვენებელი არის, რომ უკვე ტარდება პრევენციული ზომები. კი, და გავიხსენებ ერთ ეპიზოდს წინამმართველობის დროს სააკაშვილის პერიოდში ახალი განხორციელებული იყო ეს საპატრულო რეფორმა, შემოვიდა ეს პატრულის მანქანები და ზუსტად ასეთივე მანქანა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ჰქონდა, უბრალოდ შავი ფერის იყო, თეთრი ხაზით. წინ ის რო დუგები რო კი, ყველა კი ჰქონდა. საფრთხეების მანქანა იყო. იჯდნენ ოფიცრები, ჩაცმულობით US Embassy ეწერათ კლაუზე შეურომები ეკეთათ და ყველას უყურებდნენ როგორც პოტენციურ დამნაშავეს. აი როგორც ფილმებში რო არის გვერდზე. ანუ წარმოიდგინეთ, შეიძლება ხო, ანუ საელჩოს ყავს თავიანთი სპეცნომრები, აი წითელი ფერის ნომრები აქვთ, მწვანე ფერის ამ მნიშვნელობა აქვთ. დიპლომატიური ნომრები, მათ აქვთ რაღაც პრივილეგიები, ინდულგენციები, შეუძლიათ გადაიტანონ და ოპიკოლებლად არ შეამოწმონ ასე შემდეგ რაღაც, მაგრამ ეს რისი ხაზის გამსმელი იყო ეს გარემოება, რომ აქ მესამე ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა თავისი ესეთი მონოპოლია კიდე დამატებით მონიტორინგზე, როგორც თავის კოლონიაზე. კოლონია ერთი 12 წლის წინ მოგეთ შემახლობას დაარტყა მანქანაში ვიჯექი დაეჯახა მანქანა საელჩოს იურისტის. არაფერი ძალიან მცირედზე იყო საუბარი, გადმოვიდა ეს იურისტი და ანუ როგორ იცით, ჯერ გამოიკითხა სად მუშაობდით. ანუ ზეწოლის კუთხით. მერე გამოიკითხა, მძღოლს კითხა შენ სად მუშაობ, ესეთ კაი ნომრები ქონდა მანქანას. მოვიდა უსაფრთხოების სამსახური მათი. საუბარი იყო 100 თუ 120 დოლარზე, მე მგონი მაშინ სხვა ფული იყო კიდე. სხვა ძალა ქონდა დოლარს. და აუხსენით, რომ პრინციპის ამბავია თორე ახლა ჩემს ამას ყოველ გავაკეთებ, პრინციპის ამბავია. მეუთხარ მე მეწიკი არაფერი მიკეთებია, დავდგები ხვალ მეუთხარი და დავიწყებ თქვენ ლანძღვალს. მოგეთ იმდენი იტირა ამ კაცმა ამ 80 ლარზე, ამ უსაფრთხოების სამსახური ქართველი იყო. კაცი და თქვა რომ ესო თქვენო არ ინერვიულობთ, მე ჩემი იმით გავაკეთებო, ჩემი ხარჯებითო. ანუ პრაქტიკულად მან ჩათვალა ამერიკელმა იურისტმა, რომ ის არის კოლონიაში და მას ყველაფრის უფლება აქვს. თუ მე ვღერ რაში გაინტერესებს, ჩვენ სად მუშაობთ, აი რა შენი საქმეა. ანუ ზეწოლის კუთხით მე დავურეკავდა მინის, ეთქონდა რომ აი ახლა ამ ადამიანს გააჩერებიეთ ამ ხელი ამ ფეხი. ნუ აი ეს დამოკიდებულება აქვს და ხა მე საერთოდ არ გამიკვირდა ეს ამბავი თქვენ რას ვთქვით, ხო? ეს დუგებიანი მანქანა დადიოდა ჩვენ კოლონია ხარ და ხა კოლონიაში ყველაფერი მოსულა.
მაგი კი არა, კიდე კარგად ავართ. ამასობაში ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და პოლიცსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. გემშვიდობებით მომავალ კვირამდე 4 შაბათს შევხვდებით 16 საათზე. ნახვამდის.